საღამოშიდობის გოგონებო, როგორ ახართ? მოგესალმებით ჩემი უკვდავი კაბით. მე მგონი, კაი 4 წელია მაცვია. განსაკუთრებით, როდესაც ძალიან ცხელა ამ სარაფანაში თავს ყველაზე ბედნიერად, კარგად და ლამაზად ვგრძნობ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს სხვადასხვა ამ კაბას და ქობულეთში ვიყიდე. ასეთები ვართ კეჩხებებს ამოვიჩემებთ და მერე ასე გვაცვია სანამ არ შემოგვადნება ტანზე. გავშალოთ ახლა ჩვენ, რადგანაც საღამო და სიმყუდროვია, ატყდა უკვე მეზობლების ქაოსი, ამიტომ მე მომიტევეთ. მოდი ვნახოთ ამ ადამიანს რა აქვს გულში თქვენს მიმართ ჩუმი ჩანაფიქრები იქნება თუ რაც იქნება ვნახოთ რა აქვს. თქვენს მიმართ გულში ჩუმი ჩანაფიქრია თუ რა ვიცი რაც ქვია რა აქვს გულში ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ წინა გაშლაზე რაღაცა ისეთი ენერგიები იყო შეიძლება რა თქმა უნდა ერთი და იგივე პიროვნება არ მოდის და ამიტომ ახლა გაგიმართლათ რა თქმა უნდა გულში აქვს სიმშვიდე არაფერი რო გითხრა რაღაცას გიგმოსო უბრალოდ არსად არ ჩქარობს იმიტომ რომ მის გულში პირდაპირ გეტყვი რომ აქვს გრძნობა შენს მიმართ მისმა გულმა შენ აგირჩია დიდი ხანია ეს არ ყოფილა ახლო მომავალში თუ როგორ ახლო მომავალში თუ ამის უკან ხო რა ვიცი ხომ გამიგეთ და ანთებულია მისი გული თქვენზე ასევე მინდა ვთქვა რომ როცა გავა დრო და პერიოდი თითქოს მისი გული დაცდილი აქვს რაღაცას რო უკარნახებს აუცილებლად მერე ყველაფერი კარგად მიდის და როცა გულს არ დაუჯერა თქვენთანაც არაფერი არ გამოვიდა ამიტომ ჯერა ამ ადამიანს რომ ყველაფერი კარგად იქნება მთავარია არ იჩქაროს მთავარია იცის რომ შემიძლია ვთქვა რომ უყარ ხარ ზოგადი გაშლების მადლით შემიძლია იცი რა არის შემიძლია ვთქვა თუმცა მაინც პაჟი პენტაკლია და მიდასტურებს მე შემიძლია ვთქვა დანარჩენი რა თქმა უნდა თქვენ უნდა გამოიტანოთ დასკვნები როგორ იქცევა ადამიანი მაგრამ მთლიანობაში კი ბატონო ხო და იმის თქმა მინდა რომ რადგანაც მისმა გულმა უკვე დიდი ხანია შენ აგირჩია ბედნიერებაც არ დააყოვნებს, უბრალოდ არ უნდა იჩქაროს, ეს არის მისის მთავარი. ეს მისი გულის ფიქრებია, კი ბატონო, მაგრამ მე აქვე უნდა ვთქვა, რამე უკუჩვენება შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს, უკუჩვენება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევხედოთ ყველანაირი მხრიდან, რამე უკუჩვენება შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს. უკუჩვენება რა? ქონდა ამას უკვე უკუჩვენება. ერთადერთი უკუჩვენება ის არის რომ შეიძლება გაწელილია ეს ურთიერთობა და არ მიდის არც იქით და არც აქით უფრო იქეთ მიდის ანუ უკან ეს უკუჩვენება უკვე არის ამ ურთიერთობაში და მეორე ის უკუჩვენება რომ არ ააგოთ არაფერი ზედმეტ გულისხმობ აი მოლოდინები რომ მაგალითად რაღაცა შეიცვალა ადამიანი და აი მე რაღაცა და უფრო ხდება აი ესეთი რაღაცა არ გინდა რაც უფრო ცოტა განეიტრალებული იქნება უფრო უკეთესად იქნება ყველაფერი ხო სანერვიულო და თავსატეხი კი ისე ამ ურთიერთობაში რაღაცა ისეთი არის რა ძალიან ზედმეტად ან გადაჭარბებული ემოციები ან ძალიან გადაჭარბებული ნერვიულობებია კონკრეტულად მისთვის რამე უკუჩვენება რა იქნება მარტო თქვენთვის ხო არ უნდა იყოს მისთვის უკუჩვენება რამე იქნება უკუჩვენება ერთია რომ უკუჩვენება აი თუ მართლა სწორად არ მეიყო გადაწყვეტილება უკუჩვენება მართლა იქნება სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს თუ რა თქმა უნდა თავისუფალია სწორად უნდა გააკეთოს და დროულად თორე მერე უკვე არაფერი არ გამოვა აქედან ყველა ვარიანტში ინანებს რაც შეეხება თუ პარალელურ ურთიერთობაში აქაც სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს თორე აქაც ინანებს თუ არ გააკეთებს სწორ არჩევანს თან სწორ არჩევანსაც გააჩნია კონკრეტულად თქვენთან ურთიერთობაში კი ბატონო თქვენთან ურთიერთობაში უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და რა თქმა უნდა თქვენსკენ უნდა გააკეთოს გული და სულით გინდა შენ ეს გოგო იყოს შენს ცხოვრებაში ნახე რა თქვენი გული და სული რაღაცა განსხვავდება
რა თქმა უნდა, ორივე ამოხვედით ერთად. უბრალოდ შენ სხვანაირი ხარ, ეს სხვანაირია. შენ მაინც უკმაყოფილო ხარ, რაღაცნაირი ხარ. დასკვნები დიდი ხანია გამოტანილი გაქვს. ყველაფერი იცი. სიახლეს არც არ გეუბნები. ერთადერთი სული დამაკლდა ურთიერთობაში, სული, აი მისგან დამაკლდა სული და უფრო მეტი ემოცია. მაგრამ უნდა, დარწმუნებული ამაში. ძალიან ბევრს ლაპარაკი არ უნდა საერთოდ არც გრძნობას და არაფერზე. შენ თითქოს უნდა მიხვდე, მაგრამ გააჩნია როგორ მოიქცევა, ზოგიერთი ქცევა საკმაოდ მისახვედრია, სამწუხაროდ უარყოფითად და მოდი ვნახოთ რჩევა კონკრეტულად თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ ურთიერთობაში. თქვენ არანაირად მაქსიმალურად როგორ შეგიძლიათ თავი უნდა დაიფასოთ, რაც გააკეთე და დაუშვათ, გააკეთება შედის მოთმენაც, მორგებაც, მოსმენაც, ამიტომ შეეშვით ამ ყველაფერს და იყავი კარგად უნდა იგრძნო თავი, როგორ იცი, ძალიან კარგად მოდუნდი და ძალიან კარგად იგრძენი თავი. შენ ამით არაფერს არ კარგავ და თვითონ და მიიღოს ძალიან დიდი გადაწყვეტილება, დიდი გადაწყვეტილებაში უგულისხმობ აი სრული პასუხისმგებლობა, რომ ადამიანმა განაცხადოს, მე ვარ ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერად და კარგად. აი ეს უნდა შემოგთავაზოს. პოტენციალი აქვს სხვადასხვა. აი დღეს დღევანდელი ენერგიებიდან შენ ამის სურვილი გააქვს? კი, აქვს ამის სურვილი. კი. სურვილი აქვს. მაგრამ ხასიათი აქვს უკუღმართი, იმიტომ რომ არ უნდა არაფერს გაკეთება, მაგრამ სურვილი აქვს, რომ ის გააკეთებს, თავი არ გაიწვალოთ. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.